თქვენ რაც ჩამოთვალეთ, არის ყველაზე გავრცელებული, ყველაზე პოპულარული იმ თვალსაზრისით, რომ მოხმარების არეალი ძალიან დიდი 700 მილიონზე მეტი მოხმარებელი ყავს WhatsApp-ს და ჩვენთვის დღეს, არა მარტო ჩვენთვის, ყველაზე ხშირი და გავრცელებული საშუალება არის კომუნიკაციისთვის, ვთქვათ, პირადი მიზნებისთვის ან პროფესიულისთვის. ხო, დღეს გვირჩევნია, ვთქვათ, ზარის განხორციელებას გვირჩევნია, რომ რომელიმე საკომუნიკაციო აპლიკაცია გამოვიყენოთ. სამწუხაროდ, იმდენად განუყოფელი ნაწილი გახდა ეს საკომუნიკაციო აპლიკაციები, ჩვენ უკვე არ ვუკვირდებით რა ინფორმაციას ვაზიარებთ. პირველი აუცილებლად დავფიქრდეთ ხოლმე და ეს არა მარტო ვთქვათ საკომუნიკაციო საშუალებებს ეხება, ხო ვთქვათ იქნება Viber-ი, WhatsApp-ი, იგივე Messenger-ი, რა ინფორმაციას ვაზიარებთ და აქ იგულისხმება პერსონალური მონაცემები და ფინანსური მონაცემები. არასდროს არ უნდა გავუზიაროთ მაგალითისთვის ინტერნეტ ბანკის მომხმარებელი და პაროლი. ასევე არასდროს ამ საკომუნიკაციო საშუალებებში არ უნდა გავაზიაროთ საბარათე მონაცემები. თქვენ რაც აღნიშნეთ საფრთხეები რაც არის ხო ერთ-ერთი ვთქვათ ფიშინგი. რო დავაკვირდეთ წლების განმავლობაში სწორედ ფიშინგ შეტევა სამწუხაროდ არის ყველაზე ქმედითი კიბერთაღლითებისთვის და რატომ? მარტივია მისი განხორციელება და ძალიან ადვილად მიყვება მომხმარებელი. თან ეს ფიშინგ შეტევა რო გამარტოთ მაყურებლისთვისაც. ესე ვთქვათ, სოციალური ინჟინერიის ერთ-ერთი გავრცელებული ხერხი და რას გულისხმობს მოტყუებით, ვთქვათ, მომხმარებლისთვის ნაცნობი კონტექსტის გამოყენებით შექმნას მიმსგავსებული შეტყობინება, მაგალითად კონკრეტული კომპანიის სახელით გამოგზავნილი. ან ვთქვათ, ახლა ბოლო დროს ძალიან გავრცელდა ამა თუ იმ აპლიკაციის ტექ მხარდაჭერის გუნდის სახელით გამოგზავნილი შეტყობინება, რომლის მიზანი რა შეიძლება იყოს? პერსონალური და ფინანსური ინფორმაციის მოძიება. ყველა ფიშინგ შეტევის მიზანი არის სწორედ ამ კონფიდენციალური ინფორმაციის მოძიება. პირველ რიგში არის ეს ფინანსური ინფორმაცია და ყველაზე ხშირად სამწუხაროდ ებმება მომხმარებელი და აზიარებს ასე ვთქვათ, გაუაზრებლად, ნებითუნებლიეთ, აზიარებს საბარათე მონაცემებს. ახლა წარმოიდგინეთ, ყველაზე გავრცელებული სცენარი, ვთქვათ, Telegram-ის შემთხვევაში ძალიან ხშირად ბოლო 2-3 კვირა არის ტექ მხარდაჭერის სახელით იგზავნება შეტყობინება, რომ აი ესეთი შინაარსის თითქოს და თქვენს ანგარიშზე გარკვეული საეჭვო აქტივობა არის განხორციელებული და თქვენ მოგიწოდებენ გარკვეული ქმედებისკენ. ეს არის სტანდარტული სცენარი, ყველაზე ხშირად ბუმული არის მოცემული, ბუმულის ესე ვთქვათ, სინტაქსი და დასახელება სრულად სამწუხაროდ არ აკვირდება მომხმარებელი, მიყვება მოწოდებას ამ ბუმულზე გადასვლის, ხშირად ამ ბუმულს გადავყავართ მავნე ყალბ ვებგვერდზე, სადაც მოუწოდებენ ან ინტერნეტ ბანკის მომხმარებლის და პაროლის შეყვანას, ან საბარათე მონაცემების. ხშირად არის შესაძლოა იყოს ესეთი შინაარსის, რომ თქვენი ტრანზაქცია არის დასადასტურებელი, მომხმარებელს სჭირდება რამდენიმე წამი რომ დაფიქრდეს, რომ აქ რატო მესამე მხარე ვთქვათ უცნობი, ან თქვენ მიმსგავსებული მხარე რატო გამომიგზავნის ამ შეტყობინებას მოწოდებით. შეყავთ საბარათე მონაცემები და სამწუხაროდ სრული ბარათის ნომერი შეყავთ, ბარათის მოქმედების ვადა და ბარათის ესე ვთქვათ ნამდვილობის გადასამოწმებელ ვერიფიკაციის 3-ნიშნა თუ 4-ნიშნა კოდს. ამით წარმოიდგინეთ, რომ შეყავთ ყალბ ვებგვერდზე, ეს მონაცემები არის ხილული თაღლითისთვის, ასევე სამწუხაროდ ხშირად არის შემთხვევა, როდესაც საბარათე მონაცემები შეყავს მომხმარებელს, ერთჯერად კოდსაც კარნახობს, ფაქტობრივად მიყვება ამ მიწოდებას და შედეგად მომხმარებელს ეჭრება ანგარიშიდან თანხა. იგივე, ვთქვათ, მომხმარებლის მობილბანკის მომხმარებლის და პაროლის გაზიარების შემთხვევაში. ეს არის ყველაზე სტანდარტული გავრცელებული შემთხვევა. ამიტომ პრევენციისთვის ჩვენ ვეუბნებით, რომ ამ ყველაფრის პრევენცია შესაძლებელია, თუ მომხმარებელი დაუკვირდება. პირველად, რომ ამ მოწოდებას, რომ შედი ბმულზე, გადადია ბმულზე, შეიყვანა ეს მონაცემები, ასეთ მოწოდებებს არ მივყვეთ. ჩვენ ყველამ ვიცით, რა არის ჩვენი სამუშაო სივრცე, იგივე ვთქვათ, ინტერნეტ ბანკის შემთხვევაში თქვენ იცით, რომ თქვენს მიერ თქვენს მობილურ ტელეფონში განმოტვირთულ აპლიკაციაში უნდა შეხვიდეთ, იგივე წესით, როდესაც თქვათ სხვა შემთხვევაში შედიოდით და არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მიყვეთ თქვათ SMS-ით მოსულ შეტყობინებას. სანამ რეკომენდაციებზე გადავალთ, მინდა გკითხოთ, არის თუ არა ამ ყველაფრის მიზეზი გულისხმობ, როდესაც ადამიანი იბმება, ასე ვთქვათ, ამ ხაფანგში ის, რომ ცნობიერება არის დაბალი. რატომ ვერაცნობიერებენ, რამდენად საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს მსგავს ბმულებზე გადასვლა. შესაძლოა, რომ გარკვეულ ინფორმაციის ნაკლებობასთან მქონდეს საქმე.
რა არის ამის მიზეზი? მუდმივად საუბრობს ყველა ექსპერტი იმაზე, რომ ძირითადი მიზეზი არის მაინც, ასე ვთქვათ, სწრაფად მოქმედება და გაუთვითცნობიერებლობა. თქვენ დღეს იცით, რომ დაჩქარებულ რეჟიმში ვცხოვრობთ, ძალიან ბევრი SMS-ი მოგდის, თქვათ, შეთავაზებით, დრო არ ყოფნის ყველაფრისთვის და შესაძლოა სწორედ კიბერთაღლითებით სწორედ ამით სარგებლობენ. თქვენ რო შეხედოთ რამდენიმე phishing შეტყობინებას, იქ აუცილებლად არის სწრაფად მოქმედების ელემენტი. იგივე ვთქვათ, თქვენს ანგარიშზე რაღაცა ხდება, ტრანზაქცია არის დასადასტურებელი, ახლავე უნდა შეხვიდეთ, გადახვიდეთ და ასე შემდეგ. რატომ არის ეს ყველაზე ეფექტური phishing-ი, რომ ადამიანის ფსიქოემოციურ ფონზე ძალიან კარგად მოქმედებს. როდესაც თქვენ თქვათ იცით, რომ სწრაფად თუ არ შეხვალთ და კიბერთაღლითები სწორედ ამ ხერხს იყენებენ, ეხლა თუ არ შეხვალთ, თქვენ გარკვეული საფრთხე გემუქრებათ. ან თქვენს ანგარიშს იქნება ეს თქვათ სოციმედიის ანგარიში თუ სხვა ანგარიშები. აი სწორედ ამიტომ არის ქმედითი და ამიტომაც ჩვენ მოუწოდებთ, რომ არ მივყვეთ აი ესე იმპულსურად მესამე მხარის მოწოდებებს და რაც არ უნდა სცენარები იყოს, თქვა ტექნიკური გადაწყვეტა ამის არ არის, გარდა იმისა, რომ აპლიკაციები მუდმივად უნდა კონდეს განახლებული. ამ შემთხვევაში თვითონ უშუალოდ ამ ინფორმაციის მფლობელის ვალდებულება და პასუხისგებლობა არის ამ ბმულზე არ მიყვეს. აქ უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ თქვა აპლიკაციები თავის მხრივ არის გარკვეულად დაცული, ასევე არის დამატებითი ესე ვთქვათ მეთოდი დაცვის, იგივე ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია. დღეს ყველა საკომუნიკაციო საშუალებას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ გავააქტიუროთ ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია, რომ დამატებით დავიცვათ. ასევე ბარათი დღეს ძალიან დაცულია და მაღალი კრიპტოგრაფიული მექანიზმებით არის დაცული, მაგრამ მოწყვლადი ესე ვთქვათ კვანძი რჩება მაინც მომხმარებელი. მომხმარებელი უნდა გაუფრთხილდეს ამ მონაცემებს, იგივე ვთქვათ ფიზიკურად ბარათს, საბარათე მონაცემებს და არ უნდა შეიყვანოს საეჭვო სივრცეში. ეხლა რა უნდა გავაკეთოთ თუ ვთქვათ პირველი შევთანხმდეთ იმაზე, რომ გავფრთხილდეთ, რამდენიმე წუთი დავყოთ იმაზე, რომ ვნახოთ ვისგან არის ეს შეტყობინება მიღებული. არის შემთხვევა იმდენად მიმსგავსებულია, შესაძლოა 100-შიც კი იყოს განსხვავება, მე ვგულისხმობ თქვათ გამომგზავნის დასახელებაში, ამ თქვათ იმ ბმულზე, რომელსაც მოგვიწოდებს, თქვათ ბოროტო მოქმედიან კიბერთაღლითი გადასვლას. თუ კი მომხმარებელი შემთხვევით ან გაუთვითცნობიერებით ან სისწრაფის შედეგად გადავა ბმულზე და შეიყვანს სამწუხაროდ არის ესეთი შემთხვევები ინტერნეტ ბანკის მომხმარებელს და პაროლს. როგორც კი მიხვდებით, რომ იმ სივრცეში არ ხართ, სად უნდა იყოთ, ამ თქვა თაღლითურ ვებგვერდზე შეიყვანა ეს მონაცემები, აუცილებლად ეს პაროლი უნდა შევცვალოთ არა მარტო ინტერნეტ ბანკზე, არამედ სხვა ანგარიშებზე ან ელფოსტასზე, იმიტომ რომ ჩვენ უნდა დაუშვათ ის, რომ ძალიან მაღალი ალბათობით ერთი და იგივე პაროლს იყენებს მომხმარებელი, თქვა იქნება ეს ინტერნეტ ბანკში შესასვლელი, ელფოსტასზე თუ ნებისმიერი სხვა სოციალური მედიის ანგარიშზე. ამიტომ ვამბობთ, თუ კი თქვენ თაღლითურ ვებგვერდზე შეიყვანა მომხმარებელმა პაროლი, აუცილებლად ყველგან უნდა გამოცვალოს. ეხლა რა ხდება თუ თაღლითურ ვებგვერდზე ან ყალბ ვებგვერდზე შეიყვანა საბარათე მონაცემები? აუცილებლად იმ წამს ვბლოკავთ ამ ბარათს და აღარასდროს არ ვიყენებთ, უნდა შევუკვეთოთ ახალი. როგორ ბლოკავთ? ან ინტერნეტ ბანკიდან ბლოკავთ, მობილ ბანკიდან, ან უკავშირდებით იმ ფინანსურ ინსტიტუტს, რომელმაც გასცა ეს ბარათი. ასევე კარგი პრევენციის წესი არის, რომ საბარათე ანგარიშზე არ გქონდეს ხო ჩვენი თვის დანაზოგი და დიდი მოცულობის თანხა არ გქონდეს. კარგი პრაქტიკა არის, როდესაც ეს ვთქვათ ყოველდღიურ მოხმარებაში ოფი ბარათზე დავტოვოთ მხოლოდ მცირე თანხა, რომელიც ჩვენ გვესაჭიროება ყოველდღიური საჭიროებისთვის. ძირითადი თანხა გქონდეს ისეთ ანგარიშზე, რომელზეც ბარათი არის მიბმული. ჩვენ თქვით, რომ ბარათი კი არის დაცული, მაგრამ ჩვენ არ გვყავს მომხმარებლის ნაწილი დაცული, რომელმაც შესაძლოა თქვა საეჭვო ვებგვერდზე ან ყალბ ვებგვერდზე შეიყვანა ეს მონაცემები და ჩვენ არ ვიცით რამდენად დაცული არის ის მხარე, რომელსაც შეიძლება იყოს ლეგიტიმური ონლაინ მაღაზია თუ სხვა, ჩვენ არ ვიცით რა უსაფრთხოების მექანიზმები არის იმ მხარეს. ამიტომ გკითხავთ, სანამ დაგემშვიდობებით, შესაძლებელია თუ არა, რომ იმ კონკრეტულ მომენტში არ გქონდეს ადამიანს ბარათზე თანხა, კიბერ თაღლითობა ვერ შედგეს, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს მონაცემები გამოიყენოს ჰაკერმა და როდესაც თქვათ გაჩნდება თანხა ანგარიშზე, შემდეგ მოხდეს ამ თანხის ჩამოჭრა. დღეს რეალურად არსებობს დამატებითი მექანიზმები, როგორიც არის, ვთქვათ, მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაცია, რომელიც ერთჯერადი კოდის შეყვანას გულისხმობს, მაგრამ ყველა ქვეყანაში შესაძლოა ეს მექანიზმი ამუშავებული არ იყოს. ამიტომ ჩვენ ყოველთვის უნდა ვიმოქმედოთ იმ დაშვებიდან, თუ კი საეჭვო ვებგვერდზე შევიყვანოთ საბარათე მონაცემები, ის მონაცემები არის კომპრომეტირებული და პოტენციურად ჩვენ შეიძლება საფრთხე შეგვექმნას. ამიტომ თუ ამის ვთქვათ, რწმუნება გვაქვს, რომ ან
ეჭვი გვაქვს, რომ ყალბ ვებგვერდზე შევიყვანეთ, ჩვენი დაცულობისთვის ის საბარათე მონაცემები, ის ბარათი აღარ გამოვიყენოთ, დაბლოკოთ, კი, ავიღოთ ახალი ბარათი, განვაცხადოთ ამის შესახებ და უფრო ფრთხილად ვიმოქმედოთ.